რა არის სამომავლო გეგმები, რა პირველ საპირე? რიგში სანამ სამომავლო გეგმებზე გეტყვი გიორგი, მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი და უბრალოდ გავაკეთო პატარა რეპლიკა კოტე შარაშენიძის ფლიპ კამერაში გამოსვლასთან დაკავშირებით. იქ რომ ლელა ცოლაძეზე საუბრობს, ამაზე არ საუბრობ, იმიტომ რომ კოტემ რომ გაქოს ეს არის სირცხვილი. კოტესნაირმა ადამიანებმა რომ გაქოს, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ამას გავაკეთებ მხოლოდ ამას ვიყო. ახლა რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გეგმებს, მართალია შარაშენიძე ამბობს რომ ნაცვალაძე მართავს ამ ყველაფერს, მაგრამ ამით ის ამ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ლელა ნაცვალაძე არის დეპუტატი, რომელიც მთელი 9 წლის განმავლობაში ებრძოდა უკანონობას და უსამართლობას. ამიტომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავიანთ საარჩევნო უბნებზე 60, 50, 55 და ასეთი ხმათა რაოდენობა მოუპოვა ქართულ ოცნებას 1 ოქტომბრის არჩევნებში. პირველ რიგში რაც მინდა დავაფიქსირო, ლელა ნაცვალაძე გიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო ქართული ოცნების და მან ცალკე შტაბი ზუსტად იმისთვის გააკეთა, ეხლა ამდენი ხანი კიდე არ ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე, რომ კოტე შარაშენიძეს და იმ პატარა ნარჩენებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ნაწილაკები არიან და შეესისხორცენ ქართულ ოცნებას და გახდნენ მეოცნებე ნაციონალები, აი ამ ადამიანების არსებობას აპროტესტებდა ქართულ ოცნებაში და ხაზგასმით ვამბობ, რომ ის ადამიანები იყვნენ სირცხვილი და გიძინა ივანიშვილის სახეები არ უნდა ყოფილიყვნენ ოზურგეთის რაიონში. ეხლა რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ პარალელურ რეჟიმში იმის გარდა რომ ეს აქცია მიმდინარეობს უკვე 12 დღეა და აქ თითქოს და ხალხთა სიხალვათი არის, ეს ასე არ არის, ჩვენი გეგმა იყო ის რომ ადამიანები ზედმეტად არ შეგვეწუხებინა. აქ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი რამდენიმე ჯერ დაგეგმავან და ეხლაც გეგმავს სხვადასხვა პროვოკაციებს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანების მოვარიდოთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აქ ზიან თავმოყარე ვაჟკაცი ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი დამსახურება აქვს არა მარტო ეხლა და 1 ოქტომბრის შემდგომ, არამედ წლების განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება 11 ინსტანციაში ჩვენს მიერ კოალიციასა და პლუს ლელა ნაცვალაძის როგორც დეპუტატის, ასევე სხვა პოლიტიკური ძალების მიერ იქნა გაგზავნილი დოკუმენტი, პეტიცია, რომელშიაც მოვითხოვთ რომ შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლოს მიმდინარე პროცესები ოზურგეთის რაიონში. დაუყოვნებლივ ითხოვენ შარაშენიძის გადაყენებას და იმ პროცესების შესწავლას, რაც ხდებოდა მისი გამგებლობის მოვალეობის შესრულების დღიდან დღემდე. ამასთან ერთად და ველოდებით აი ამ მოვლენების განვითარებას. ეხლა კიდევ ჩვენ ხელმოწერები გაგრძელდა, მინდა გითხრათ, ეს არ არის იურიდიული დოკუმენტი მართალია, მაგრამ როცა შარაშენიძე საუბრობს, რომ აი ერთი მუჭა ადამიანები აპროტესტებენ და სად არის დანარჩენი საზოგადოების ნაწილი, მე მინდა მას გავახსენო, რომ 474 ხელმოწერა ჯერ კიდევ მისი კოალიციაში ხელმძღვანელად დანიშვნის პერიოდში არსებობდა, რომელიც ფაქტიურად მე ამას თქვენი მეშვეობით დავხევ თქვენთან ერთად და დანარჩენი ხელმოწერებს დაინახავს, რამდენ ოზურგეთელს არსურს უსამართლო ხულიგანი გამგებელი ყავდეს. ჩვენ რამდენიმე დღე დაველოდებით იმ პროცესებს, რა თქმა უნდა, ინსტანციები იხილავენ ამ საკითხებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ჩვენ კონტაქტობთ აბსოლუტურად ყველასთან, მინდა გითხრათ, პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული ყველა კომიტეტს არის დაეგზავნა ეს ყველაფერი, დაეგზავნა ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც ჩვენ ვთხოვთ, რომ მან უშუალოდ იშუამდგომლოს აი ამ და ითანამშრომლოს იმ ორგანოებთან, ვისაც ჩვენ ეს დაუგზავნეთ და ველოდებით ყველაფერს. არსად არ გვეჩქარება, მინდა გითხრათ, ის ადამიანები, რომლებიც და მე პირველი მინდა გითხრათ, დავაფიქსირო ჩემი აზრი, რომ ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერი, რომელიც ფაქტიურად 8 თვის განმავლობაში არ საუბრობდა საერთოდ ერთი კომენტარიც არ გაუკეთებია, ძალიან ისეთ უსუსურ და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ახლა. იმის ნაცვლად, რომ იმ კარავში, იმ სეფაში ასე ვთქვათ, სადაც ქართული ოცნების დროშა ფრიალებს, მინიმუმ უნდა მოსულიყო და ადამიანებისთვის ეკითხათ, ან ელემენტარულად შერიგების მომენტი უნდა ქონოდათ. საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის არჩევის დროსაც ბოლო ნაპერწკალი იყო და მოთმინებისა ამ ადამიანებისა, ელემენტარულად კურდღელივით შენობის უკნიდან ჯდება მანქანაში. მისი ვალდებულება ის იყო ხალხის რჩეული და ვალდებულება იყო მისი რომ მოსულიყო და ელემენტარულად აი საუბრის ხიდი გადებულიყო ამ ადამიანებს შორის. მაგრამ რა თქმა უნდა ის არის მართული კოტე შარაშენიძის მიერ ჯიბის საკრებულო, რომელიც მთელი წლების განმავლობაში არსებობდა, დღესაც ასეა, სინდისი და ნამუსი არა აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, პირდაპირ ვიტყვი ამას, თორე ის კაბზე არ უნდა იჯდეს და მის ადგილას რომ ყოფილიყავი, მე პირადად გადავდგებოდი და საერთოდ ვარს ვიტყოდი იმ თანამდებობაზე. ხალბატონო ლელა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით
დაახლოებით საქმის ყურსში ჩააყენეთ ქართული ოცნების ლიდერები. რა გამოხმაურება იყო მათი მხრიდან? მე პირადად განხდით თბილისში ცენტრალურ ოფისში, მესაუბრე რეგიონის ხელმძღვანელს, ადგილობრივ გურიის კურატორს, აბსოლუტურად ჩემი შეხედულებები მათ უთხარი და საზოგადოების აზრი, მაგრამ მათ ისიც უთხარი, რომ ნუ დაუჯერებენ ისინი ლელანა ცოლაძეს, ჩამოვიდნენ და შეამოწმონ და შეისწავლონ მიმდინარე პროცესები. ამიტომ დღესაც ველაპარაკე მე კურატორს, გურიის კურატორს, რომელსაც კატეგორიულად ვთხოვე, რომ ეს აქ ძალიან ცუდი რაღაცები ხდება ცენტრალური ადგილობრივი ოფისისგან, დათო დარჩიასგან, ის მე მინდა გითხრათ, ის ცდილობს დაძაბოს სიტუაცია იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც სოფლებში იყვნენ, აეუბნება რომ მათ არ უჭერდა მაჟორიტარი მხარს, ძალიან ბინძურ თამაშებს თამაშობს, ამიტომ მინდა რომ მათ შეისწავლონ ეს ყველაფერი. ხო და დაიძულებენ ქართული ოცნების წევრებს, რომლებიც არიან დაფიქსირებული როგორც ქართული ოცნების წევრები კი არა, როგორც ოზურგეთლები, როგორც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და მათ აქვს თავის გამოხატვის თავისუფლება. აი ამას გრძელავს ადგილობრივი ქართული ოცნება და ეს გამოიხატება დათო დარჩიას ქმედებაში. ნაცვლად იმისა, რომ მას პასუხი მოეთხოვა მის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელისთვის, ის პირიქით ბინძურ თამაშებს თამაშობს აი ამ ყველაფერში და ამიტომ მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ გვაქვს არის ხანგრძლივი სხვადასხვა მიმართულებებით, ჩვენ დავდეთ იმ ხელმოწერებს, ჩვენ დაველოდებით იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ცენტრალური ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო შეისწავლის და გადაწყვეტავს და შემდგომ გადავწყვიტებთ ნახოთ. გვაქვს რაღაც ინფორმაციები ერთ-ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელსაც ამ წუთას ვერ გავაჟღავნეთ და თუ ეს მოთხოვნა ისეა, როგორც ინფორმაცია მივიღეთ, მაშინ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არის ისა და ეს იქნება, რა თქმა უნდა, ოზურგეთის და ოზურგეთლების გამარჯვების დასაწყისი მინდა გითხრათ.